ასეთი ემოციური ღონისძიება ჯერ არ ქონია დასაწყისშივე. ყველას გილოცავ. საქართველოს ულოცავ პირველ ოლიმპიურ ოქროს მედალს, ლაშა ბექაურს ულოცავ და ასევე რა თქმა უნდა გილოცავთ ახალი გზის მშენებლობის დასრულებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე. მოგესალმებით, მივესალმები მინისტრებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, პარლამენტის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს, მოწვეულ სტუმრებს. აღმოსავლეთ, დასავლეთის, სამხრეთი, ჩრდილოეთის მაგისტრალების წარმატებული პროექტების შემდგომ დღეს უკვე კახეთში ვართ. კახეთში ვართ, სადაც 18 კილომეტრიანი ბაკურციხე-წნორის გზა აშენებულია, გზა, რომელიც არის უსაფრთხო, კომფორტული, საერთაშორისო მაგისტრალი, გზა, რომელიც იმ პოტენციალს, რაც მიმდებარე ქალაქ წნორს და 6 სოფელს გააჩნია, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. ბატონო პრემიერო, გთხოვთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მეც მინდა მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო. ამ ფინალის ყურება ახალგაზრდა კაცი, კახელი კაცი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი კაცი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც არის წარმოუდგენელი წარმატება და მინდა მიულოცო ლაშას და თითოეულ თქვენგანს ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება. და ასევე აღნიშნავ, რომ რამდენიმე დღის წინ გახდა ლაშა ბექაური 24 წლის და 24 წლის ასაკში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის რაღაცა წარმოუდგენელი წარმატება და კიდევ ერთხელ ვლოცავ მას ამ ყველაფერს. ასევე მინდა ტატო გრიგალაშვილს კიდევ ერთხელ მიულოცო გუშინდელი ძალიან დიდი წარმატება, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონობა, ტატომ გატეხა გუშინ ნავსი. მან აიღო პირველი მედალი და დღევანდელი წარმატებისთვის ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მადლობა ბიჭებს, მადლობა ამ არაჩვეულებრივი გამარჯვებისთვის და სიამაყის განცდისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს. ამ ყველაფრის შემდეგ რთულია გადაერთვა სხვა საკითხებზე, თუმცა ჩვენ დღეს შევიკრიბეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო. დღეს იხსნება 18 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, ბაკურციხე-წნორის საგზაო მონაკვეთი. ამ გზით ისარგებლებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კონკრეტულად კახეთის მხარის ამ კუთხის მოსახლეობა, ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონის სტუმრები და ყველას შესაბამისად მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. 2021 წელს ბიუჯეტის დაფინანსებით დავიწყეთ კახეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. შარშან ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა მონაკვეთის 4 კილომეტრი, სხვა მონაკვეთებზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და სამუშაოები არის დასკვნით ფაზაში. ეს ახალი გზა, ბაკურციხე-წნორის ახალი გზა, სადაც ავტოტრანსპორტი უკვე დღეს დაიწყებს მოძრაობას, სწორედ ამ მაგისტრალის და ზოგადად საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ასფალტბეტონის ორზოლიანი საფარით, გარე განათების სისტემით არის უზრუნველყოფილი ეს გზის მონაკვეთი და რაც მნიშვნელოვანია, პირველად არის გამოყენებული ენერგოეფექტური მზის პანელები გზის ამ მონაკვეთზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის გახსნის შემდეგ აღარ იმოძრავებენ ავტოტრანსპორტით მჭიდრო დასახლებულ წნორში, ასევე 6 მიმდებარე სოფელში, რაც უზრუნველყოფს ამ დასახლებების განდვირთვას. ახალი გზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს მოძრაობის და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მაგისტრალური გზების მშენებლობა 3-ჯერ გაიზარდა. ტემპები არის 3-ჯერ გაზრდილი. თუ 2012 წლისთვის აშენებული იყო 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა, 2012 წლიდან დღემდე აშენებულია 232 კილომეტრი მაგისტრალური გზა, ხოლო წელს ჯამში 90 კილომეტრი მაგისტრალური გზა გაიხსნება. ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე 2012 წლამდე მთელი წლების განმავლობაში აშენდა და გაიხსნა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული მიმდინარე და დაეგმილი პროექტებით ზრდით და აუმჯობესებთ საქართველოსზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, აუმჯობესებთ გამტარუნარიანობას, სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის, ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა, ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად, ეს ხელს უწყობს რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარებას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური სტანდარტები მუდმივად გაუმჯობესდეს. ჩვენ ძალისხმევას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები, როგორც მოგეხსენებათ და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო აზიის განვითარების ბანკს, მინდა მადლობა გადაუხადო აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. მე პირადად ვესწრები უკვე მესამე ღონისძიებას, როცა იხსნება გზის მონაკვეთი და სამივე შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერი პარტნიორი იყო სწორედ აზიის განვითარების ბანკი და მინდა მადლობა გადაუხადო ბანკს და ბანკის წარმომადგენელს ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ 2007 წელს შევერთით აზიის განვითარების ბანკს ბენეფიციარის სტატუსით, დღეს კი გვაქვს უკვე მინიჭებული დონორი ქვეყნის სტატუსი, რაც არის დასტური ჩვენი მრავალწლიანი ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის აზიის განვითარების ბანკთან. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო სიხარულით, რომ ჩვენ წელს უმასპინძლეთ 57 ყოველწლიურ შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში, რომელმაც ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მშენებლობაში, ინჟინერებს, ქართველ თუ უცხოელ ინჟინერებს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ძალიანად სამინისტროს შემადგენლობას, კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის, ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის, ჩვენი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად განსავითარებლად, სწორედ ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირად მთელი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული ერთგვარ ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში აინტერესებს სწორედ მშენებლობა, შენება, ასეთი პროექტების განხორციელება და თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება იქნება სწორედ ამაზე ორიენტირებული და კონცენტრირებული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. ნამდვილად უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მაგისტრალური გზის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი აზერბაიჯანის საზღვარი შემადგენელი ნაწილია ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი. 18 კილომეტრიანი ახალი გზა, რომელიც უკვე სრულად აკმაყოფილებს ყველა შესაბამის სტანდარტს, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის ჩათვლით. უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ ისტორიულად აღნიშნული გზა, ანუ ძველი არსებული გზა გადიოდა მჭიდრო დასახლებებში, გადიოდა 6 სოფელს, ბაკურციხეს, გარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საბათლოს და რეალურად იგივე მარშრუტს სწორედ იმეორებდა უკვე საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობა. აბსოლუტურად დაუშვებელი იყო იმ სახით ამის გაგრძელება და შესაბამისად აღნიშნული გზის შენებლობა, პირველი გარემოება სწორედ ეს იყო საგზაო უსაფრთხოება. დღეს უკვე ჩვენ გვაქვს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტით აშენებული ახალი გზა, ხოლო შესაბამის სოფლებს და ქალაქ წნორს უკვე სრულად გვერდსაულის, რაც შეეხება არსებულ გზას, უკვე დაიწყება ამ გზის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში შესაბამისად მოეწყობა როგორც ტროტუარები, ასევე სანიაღრე, ანუ აღნიშნული გზა უკვე სრულად დააკმაყოფილებს შიდა სახელმწიფოებრივ გზის მოთხოვნებს და შესაბამისად მოსახლეობას უკვე რეალურად ის პირობები ექნება, რომელიც ასეთი გზის პირობებში შესაძლებელია და ამის შესაძლებლობა სწორედ ახალმა გზამ მოგვცა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მზარდი ტენდენცია, რომელიც საავტომობილო ნაკადებთან დაკავშირებით არსებობს და 2019 წელთან, ანუ პანდემიურ პერიოდთან შედარებით, დღეს მდგომარეობით 135%-ით არის უკვე გაზრდილი თვითმბრუნვა, შესაბამისი სატრანსპორტო ნაკადები. და ეს ტენდენცია ნარჩუნდება, სწორედ ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი გზა უკვე სრულად პასუხობს და აღემატება, რა თქმა უნდა, ამ მიმდინარეს და ითვალისწინებს იმ მზარდ მოთხოვნას და უკვე 2.5-ჯერ არის გაზრდილი შესაბამისი გამტარობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული გზა შესაბამისი პარამეტრების საინჟინრო გადაწყვეტების გათვალისწინებით უკვე მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და რეალურად 30-40 წუთი კარგ შემთხვევაში ჭირდებოდა ძველ გზაზე გადაადგილება და დღეს უკვე 10 წუთში არის შესაძლებელი კვლავ და კვლავ საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის სრული დაცვით. მთლიანობაში მნიშვნელოვანია როგორც კახეთისთვის, მნიშვნელოვანია როგორც გურჯაანისთვის და სიღნაღისთვის, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ გზას და როდესაც კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად აღსანიშნავია ის დიდი სამუშაოები, რომელიც ხორციელდება თბილისის საგარეჯოს და საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთზე, აქედან როგორც თქვენ ბრძანეთ 4 კილომეტრი უკვე გახსნილია და 31 კილომეტრიანი, ანუ მთლიანად უკვე 35 კილომეტრის დასრულება წელს არის დაგეგმილი. რეალურად გურჯაანის შემოვლიდზე ჩვენ უკვე ასფალტის საფარი მოწყობილი გვაქვს და დარჩენილი არის მცირე სამუშაოები და ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საფარის მოწყობა უკვე 24 კილომეტრიან მთავარ, ასე ვთქვათ, მონაკვეთზე. გაისად უკვე დაგეგმილია ხელშეკრულების შესაბამისად და გეგმის შესაბამისად უკვე საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთის შენებლობა 52 კილომეტრი მაგისტრალური გზა და მაგრამ რა თქმა უნდა აქ არ მთავრდება ჩვენი გეგმები, კიდევ უფრო მეტი არის გამომდინარე იქედან რომ პაკურციხის 85 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე სრულად 4-ზოლიანი გზის მაგისტრალური გზის შენებლობას ითვალისწინებს ისევე როგორც ჩვენი გეგმის შესაბამისად უკვე წნორიდან გაგრძელდება აღნიშნული ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მაგისტრალური გზა და უკვე ლაგოდეხამდე 40 კილომეტრიანი მონაკვეთი ასევე დაგეგმილი გვაქვს ისევე როგორც ჩვენ 2021 წელს გავხსენით გურჯაანის შემოვლითი გზა რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია მათ შორის საგზაო უსაფრთხოების ასევე სხვა ფაქტორებზე რაც გურჯაანთან ასე ვთქვათ გამავალ სატრანზიტო მოძრაობას ახლდა თან და ამავდროულად 36.3 კილომეტრიანი გზა უკვე ჩუმლაყი თელავის მიმართულებით ასევე გეგმაში გვაქვს იმდაგვარად რომ აღნიშნული საერთაშორისო მაგისტრალური კახეთის მაგისტრალის განვითარების შედეგად უკვე თბილისიდან თელავამდე 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი ჩასვლა კვლავ და კვლავ საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის სრული დაცვით მოხდება აღნიშნული. ზოგადად მაგისტრალური გზებთან ერთად ცალკე აღნიშნვის ღირსი არის ის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება, დასრულებულია და გრძელდება მათი განხორციელება. მოგეხსენებათ, რომ გომბორის გზაზე მიმდინარეობს ამჟამად 33 კილომეტრიანი მონაკვეთის სტიქიის პრევენციული ღონისძიებებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ასევე წელს დასრულდება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და სტანდარტში იქნა მოყვანილი შესაბამისი მრუდეები და სხვა საგზაო პარამეტრები, რომლებიც უკვე კიდევ უფრო მეტ საგზაო უსაფრთხოებს და კიდევ უფრო კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მოგცემს. აქვე, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია 65 კილომეტრიანი ფშაველი-აბანო ომალოს გზის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, სადაც 52 კილომეტრზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და რა თქმა უნდა დანარჩენი მონაკვეთებიც ასევე დაგეგმილი არის რომ დაიწყოს და აღნიშნული გზა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კახეთისთვის, ასევე შესაბამისად თუშეთისთვის. აქვე აუცილებელია აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი გზა, რომელიც უკვე დასრულებულია და სარგებლობაში არის, ეს არის თიანეთი-ახმეტის გზა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს უკვე კახეთიდან თიანეთში მოხვდე და 2 საათის ნაცვლად სულ 20 წუთში არის 30 კილომეტრიანი გზა არის შესაძლებელი გადაადგილება. ასევე რა თქმა უნდა მასშტაბურ პროექტებზე როდესაც საუბრობთ, ცალკე აღნიშნვის ღირსი არის გუმბათი, ხირსა, ენამთა, საბათლო, სამთაწყაროს მიმართულება 67 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ყველა შესაბამის მოთხოვნას აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, ალავერდამდე მისასვლელი 11 კილომეტრიანი გზა და მრავალი სხვა. ჩვენ გეგმის შესაბამისად კახეთის საგზაო ქსელის განვითარებაზე დაანონსებული ქონდა 2 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება და ის პროექტები, რომლებზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, 1 მილიარდ ლარს უკვე აღემატება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ჩართულობისთვის. შეუძლებელია აღნიშნული ასეთი მასშტაბური პროექტები ჩვენი კოლეგა სამინისტროების, პარლამენტის,
შესაბამისი პროფესიული წრეების, ადგილობრივი თვითმმართველობის, რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევის და ჩვენი განვითარების პარტნიორების, კონტრაქტორი და საზედამხედველო ორგანიზაციების მაღალი ჩართულობის და რეალურად ძალიან მაღალ დონეზე ნაწარმოების სამუშაოების გარეშე. მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ლესლი ბირმან-ლამს, რომელიც წარმოადგენს და ხელმძღვანელი არის აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის იმ დიდი დახმარებისთვის და ნამდვილად ასეა ბატონო პრემიერო რეალურად ჩვენ ვაგრძელებთ ასე ვთქვათ ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც უკვე დასრულებული პროექტების სახით რამოდენიმეჯერ ქონდა და უახლოეს მომავალში ასევე გველოდება. დიდი მადლობა ჩვენ გვეცრება იტალიის ელჩი, რომელსაც ასევე დასწრებისთვის მადლობა მინდა გადაუხადო და საზედამხედველო კომპანიას მაღალ დონეზე ნაწარმოების საზედამხედველო და შესაბამისი სამუშაოებისათვის, რა თქმა უნდა, კონტრაქტორ ორგანიზაციას და როგორც ყოველთვის ბოლოს ძალიან დიდი მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თავმჯდომარეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თითოეულ იმ სპეციალისტს, თითოეულ იმ ინჟინერს, თითოეულ იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო და რა თქმა უნდა, ბატონ კობა გაბუნიას, მინისტრის მოადგილეს, ჩემს მოადგილეს, რომელიც უშუალოდ ჩართული არის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დიდი მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ აღნიშნულ 18 კილომეტრიანი გზის გახსნის ღონისძიებას. დიდი მადლობა. ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ საქმე გვაძლევს ასე ვთქვათ გაგრძელების საფუძველს და ეხლა რა თქმა უნდა, მინდა უკვე ქალბატონ ლესლი ბირმან-ლამს თხოვო სიტყვით მოგმართოს. დიდი მადლობა. Sorry, I'm a bit shorter here. So, good evening, ladies and gentlemen. საგამომშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანი მეოთხე მონაკვეთის გახსნა. რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვადასტურებთ, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას ერთად ვაშენებთ და ვქმნით ძალიან მნიშვნელოვან აქციებს ქვეყანაში. აზიის განვითარების ბანკი ამაყობს დიდად იმ პარტნიორობით, რომელიც საქართველოს მთავრობასთან აკავშირებს ბოლო 11 წლის განმავლობაში. ეს არის პროექტი, რომელიც ადასტურებს ამ ბრწყინვალე პარტნიორობას. უკვე იქნა ნახსენები, რომ 6 სოფლის შემოვლით ეს გზა საქართველოს უკეთესად დააკავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ აზერბაიჯანთან. ეს შემოვლითი გზა არა მარტო უსაფრთხო იქნება, არამედ გააუმჯობესებს მოძრაობას, ბიზნეს შესაძლებლობებს, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიწოდებას კახეთში და კახეთიდან, ასევე გააუმჯობესებს უსაფრთხოებას სოფლის მაცხოვრებლებისთვის, შემცირებს ზიანს, ხმაურს და დიდი ზომის მასშტაბურ ავტომობილებს ააცილებს სოფლებს. ამით უფრო უსაფრთხო გაქნება მოძრაობა. ეს გზა აძლევს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას, რომ უკეთესად განახორციელონ ეკონომიკურ საქმიანობა, განათებაც აღსანიშნავია ამ ახალი ტექნოლოგიებით, საქართველოს ლიდერობით, განსაკუთრებით კი რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და მოულოდნელ ყველას ვუხდით მადლობას ჩართულობისთვის აზიის განვითარების ბანკის სახელით თქვენი მუხჩაუხრელი მუშაობისთვის ძალიან დიდი მადლობა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მოუთმენლად და მთელი ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით ველით ამ გზის დასრულებას. ეს არ არის დასასრული, ეს ახალი თავის, ახალი წიგნის დასაწყისია, კიდევ უფრო მეტი დაკავშირებადობის, კეთილდღეობის და ერთობისთვის. ამ გზამ შექმნას უფრო ნათელი მომავლის წინაპირობა საქართველოში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო ლამ. ეხლა კი მინდა ბატონი გიორგი წერეთელი მოვიწვიოს ავტომობილო გზების დეპარტამენტით.
თავმჯდომარე. მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ ყველას დღევანდელ წარმატებულ დღეს. მიულოცავ მთელ საქართველოს, მიულოცავ ლაშას, იმ გამარჯვებას, იმ პირველ ოქროს, რომელსაც ველოდით ამდენი ხანის და მიულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ 18 კილომეტრიანი ბაკურციხე-წნურის გზის გახსნას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე რთული მონაკვეთი თბილისი-ლაგოდეხი ბაკურციხის მონაკვეთისა, ვინაიდან აქ აღინიშნა რომ ეს ურთულეს პირობებში გადიოდა ეს აღნიშნული საერთაშორისო მაგისტრალი. აღნიშნული გზა მიცემს მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს იმის საშუალებას, რომ იმგზავროს უსაფრთხო გზით, დაზოგოს დრო, დაზოგოს ხარჯი და ყველანაირი სტანდარტებით შესაბამისად იმგზავროს კომფორტულად აღნიშნულ გზაზე. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერო, ბატონო ირაკლი, ბატონო შალვა. იმ ხარდაჭერისთვის, იმ გვერდჩილდომისთვის, რომელსაც ახორციელებდა გვერდჩილდღიხართ საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სამინისტროს, კოლეგა უწყებებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ბატონ დავითს, მაჟორიტარ დეპუტატს აღნიშნული რეგიონის და ყველას ჩემს კოლეგა უწყებებს. მადლობა მინდა გადავუხადო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი ჩადოდა ძალიან დიდად იშრომა ამ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს იმ ხარდაჭერისთვის და იმ მრავალი პროექტის განხორციელებისთვის ერთად, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. მადლობა კონტრაქტორ ორგანიზაციას, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ აღნიშნული დღევანდელი დღე წარმატებულად დასრულებულიყო და ემუშავა საზედამხედველო ორგანიზაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და ეხლა ბოლოს მინდა ყველას შემოგთავაზოთ ვიდეო რგოლი, რომელთაც აღნიშნულია თუ როგორ მიმდინარეობდა აღნიშნული პროექტი და როგორ მოვიდა ბაკურციხე-წნურის 18 კილომეტრიანი გზა დღევანდელ დღემდე. კიდევ ერთხელ მადლობა. ეს ხო ბაკურციხე-წნურის მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიება, ვაგრძელებთ გამოშვებას.